აბაშიძე კარასინის პრაღის მოლაპარაკებამდე რამდენიმე კვირით ადრე პუტინმა კარასინის ცხინვალთან ეგრეთ წოდებული მოკავშირეობის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესებში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა. ლავროვიც მოადგილე, რომელიც პარალელურად ოფიციალურ თბილისთან პრაღის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, ჩაერთვება სახელმწიფო სათათბიროში მიმდინარე განხილვებში. რატი ხვისტანი მუშაობს თემაზე, ის მოამბის სტუდიიდან ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. რატი რა გამოხმაურება მოყვა თბილისში პუტინის ამ გადაწყვეტილებას. განცხადება დღეს გააკეთა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც გრიგორი კარასინთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებს პრაღის ფორმატში, რა დროსაც განიხილება ჰუმანიტარული საკითხები რუსეთსა და საქართველოს შორის. თავად ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ეს ხელშეკრულება და ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის არალეგიტიმურად მიიჩნევა, მაინც გაგრძელდება მოლაპარაკებები გრიგორი კარასინთან პრაღის ფორმატში, რადგან ეს არ არის ოფიციალური შეხვედრები და მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხები განიხილება ამ მოლაპარაკებების დროს. ეს არის არალეგიტიმური გადაწყვეტილება, არალეგიტიმური ხელშეკრულებების, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამაზრისა არ აღიარებს ლეგიტიმურობას ამ ხელშეკრულებებისა. ეს არის, რა თქმა უნდა, უხეში დარღვევა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის. რაც შეეხება პრაღის ფორმატს, ვიმეორებ, ეს არ არის არც ოფიციალური მოლაპარაკებები, არც ოფიციალური კონსულტაციები და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად უჭერენ მხარს ამ დიალოგის გაგრძელებას. ასე იყო და ეხლაც ესეა. ჩვენ ასევე შევეკითხეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან გაფორმებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელად გრიგორი კარასინი დანიშნა. ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენ დღეს ვესაუბრებთ, აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს პრაღის ფორმატში მიმდინარე გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებები და ისინი ამ ხელშეკრულების და ამ გადაწყვეტილების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ. ამას ჩვენ ისედაც ველოდით, ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით. უბედურება ის არის, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, მისი მომხრეები იბრმავდნენ თვალს, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, შეცვლით, რუსეთთან ურთიერთობის შეცვლით, რაიმე უმჯობეს მიიღებდნენ. ვერაფერს ვერ მიიღებდნენ და იღებენ იმას, რაც მოსალოდნელი იყო რუსეთისაგან, რომელიც ძალისმეც პრინციპებით საუბარზე, ასე ვთქვათ, მეც არაფერს არცემს პატივს. სასწრაფოდ გასაუქმებელია ეს კარასინ აბაშიძის დამაზიანებელი საქართველოს არათანასწორუფლებიან მდგომარეობაში ჩამყენებელი ფორმატი. თუ კი ახლა კარასინი პარალელურად ოსეთის და ცხინვალის რეგიონისა და თქვა აფხაზეთის და უსაფრთხოების საკითხებზე აპირებს მოლაპარაკების გაგრძელებას და ამ ფორმატში წარმოსდგება ახლა, ხო? რაღაც ახალ ამპლუაში. მაშინ ჩვენც უნდა გადავხედოთ მასთან საერთოდ მოლაპარაკების მიზანშეწონილობას და ამ ადამიანთან გაგრძელება საერთოდ საუბრისას ორ ქვეყანას შორის. ამ შემთხვევაში მე კარასის ბუნებრივი აღარ დაველაპარაკებოდი. სოფლიო დიპლომატიისათვის უპრეცედენტო და თავხედური ნაბიჯია, როდესაც გრიგოლ კარასინი ინიშნება რუსეთის ფედერაციის საბჭოში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის დაკანონება რატიფიცირების მიზნით და ამავდროულად იგივე პიროვნება მართავს მოლაპარაკებებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეწყდეს კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებათა ფორმატი. ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ ხელისუფლებასთან რუსეთმა მიმდინარე წლის 18 მარტს გააფორმა, მანამდე კი მსგავსი სახის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება გაფორმდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთანაც და მაშინაც რატიფიკაციის საკითხებზე გრიგორი კარასინი მუშაობდა. კრემლის გადაწყვეტილება და ოფიციალური თბილისის შეფასებები რატი ხვისტანი იყო მოამბის პირდაპირ ეთერში დეტალებით.